თუ შენ მოგწონს UFC, მაშინ ეს მოკლე ვიდეო შენთვის არის. მე ამ ორგანიზაციაში მომხდარ ახალ ამბებს მოგიყვები. შენ კი გამოიწერე არხი და დაალაიქე ეს ვიდეო. მოდი დრო აღარ დავკარგოთ და დავიწყოთ. ისლამ მახაჩევს და მისი გუნდის წარმომადგენლებს ილია თოფურიასთან ბრძოლა არ სურთ. დრიკუს დუპლესი ტრამვირებულია. ჯონ ჯონსისა და ტომას პინალის ბრძოლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წინ არ მიდის. პედი პიმბლეტი ამბობს, რომ მომავალში ქვესაშუალო წონაში გადავა. მას შემდეგ რაც მსუბუქ წონაში ქამარს მოიგებს. პაულო კოსტა ამბობს, ხალხი მიგზავნის ინფორმაციას რიკუსისა და ჩიმაევის ბრძოლის გაუქმებაზე. ორივეს გავარტყი. მე უკვე საერთაშორისო საბრძოლო პირეულისთვის ხელმოწერილი კონტრაქტი მაქვს. მაგრამ ეს ჩეჩენი გეია. ყველამ იცის, რომ ჩემი ეშინია. მიუხედავად ამისა, მე მაინც იქ ვიქნები. თუ UFC-ს სურს, რომ ეს ბრძოლა მაინც შედგეს, მე 100%-ით მზად ვარ, განაცხადა პაულო კოსტამ. შონ ომალის მწვრთნელმა თიმ ველშმა ისაუბრა ისრაელ ადესანიაზე. თქვა, რომ ის განურჩევლად იღებდა ყველა ბრძოლას. ახლა კი მცირე შესვენებაზეა. ის ამბობს, რომ როგორც ჩანს, ისრაელ ადესანია სწორ მიმართულებას ადგას და მას სურს, რომ რევანში ჩაატაროს სტრიკლენდთან. კაიო ბორალიო და ხამზატ ჩიმაევი სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ კაიო მზად არის დრიკუს დუპლესის შეცვალოს და ეს ბრძოლა დროებითი ჩემპიონის ქამრის ტიტულისთვის გამართა. კამარუ უსმანი და ხოაკინ ბაკლი შეიძლება UFC-ს ღონისძიებას სათავეში ჩაუდგნენ. ეს ქვესაშუალო წონის დაპირისპირება დამუშავების პროცესშია და შესაძლოა გახდეს UFC Fight Night 257-ის მთავარი ბრძოლა, რომელიც 14 ივნისს ატლანტაში გაიმართება. დანა ვაიტის კონტენდერების სერიის ახალი სეზონი 2025 წლის აგვისტოში დაიწყება. კონტენდერების სერიაზე შეიძლება რამოდენიმე ქართველს გამოუჩნდეს შანსი, რათა UFC-ს კონტრაქტი მოიპოვოს. ისრაელ ადესანიამ დეივიდ გოგინსთან ერთად ივარჯიშა. იზისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ვარჯიში იყო. ვიდეოს დაუჭრელად და დაუმუშავებლად გამოვაქარნებთ. წერს ადესანიას YouTube-ის ოფიციალური გვერდი. დასტინ პორიე ამბობს, შემიძლია ტოპ დონეზე კიდევ რამოდენიმე წელი ვიბრძოლო. ამ ეტაპზე ემოციებს ვერ ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, რომ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირ ემოციას ვიგრძნობ. მაგრამ ამ ეტაპზე მშვიდად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი ბოლო ბრძოლაა. კიდევ რამოდენიმე წელის ჩატარება შემიძლია ტოპ დონეზე. მაგრამ რისთვის უნდა ვიბრძოლო? არ მსურს, რომ ამ სპორტს უპატივცემლოდ მოვექცე, ამბობს დასტინ პორიე. ახმად ხასანზადა გარიცხეს UFC-ს მებრძოლთა სიიდან. შეგახსენებთ, რომ ახმადი UFC-ს დებიუტამდე 2 კვირით ადრე პოლიციამ დააკავა. არასრულწლოვანზე ძალადობის გამო. თუ ჯეკ დელა მადალენა UFC-ს ქვესაშუალო წონის ქამრის მოპოვებას შეძლეს ბელალ მუჰამედის წინააღმდეგ, ის ამბობს, რომ ქამარს დიდი სიხარულით დაიცავს ორგანიზაციის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლთან, ისლამ მახაჩევთან. ამით დავასრულეთ. დღეისათვის ეს იყო. გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო.